შუახევი ჰესის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს. როდის დაიწყებს ახალი ჰესის ატესტო ოპერირებას და რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ეს არის დღეს ბიზნეს პარტნიორის მთავარი თემა. ჩემი თანაწამყვანი კომპანია ჯეპრას დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილია. მოგესალმები ჩვენს კითხვებს კი აჭარის წყალი ჯორჯიას წარმომადგენელი ბატონი გიორგი ლაკერბაია უპასუხებს. მოგესალმები და მადლობა ბიზნეს პარტნიორთან თანამშრომლობისთვის. დავიწყოთ პროექტის მნიშვნელობით, რა მნიშვნელობის მატარებელია შუახევის ჰესის პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ქვეყნის ენერგეტიკული სისტემისთვის. კი ბატონო, ქვეყნისთვის ეს არის პირველ რიგში ამ ბოლო წლების განმავლობაში 50 წლის განმავლობაში პირველი ეს დიდი ინვესტიცია საქართველოში და დიდი ჰესის მშენებლობა, რომელიც არის 186 მეგავატი იქნება საბოლოო დადგმული სიმძლავრე, როდესაც საბოლოო ოპერირებაში შევალთ და ეს იქნება ძალიან დიდი მნიშვნელოვანი შენატანი საქართველოს ენერგოუსაფრთხოების დარგში, როგორც მოგვიხსენებათ, საკმაოდ დეფიციტი გვაქვს ენერგიის მუდმივად და ეს იქნება ერთ-ერთი დიდი ჰესი, რომელიც შევა ექსპლუატაციაში და დიდ შეღავას გაუწევს ამ ხრივ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ და ჩვენ პირველ რიგში ნიკა და მე უკვე ვართ ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირი კავშირი და გზა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ის რასაც ქვია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა, ასევე პირდაპირ კავშირში არის ჩვენთვის ქვეყნის საიცოცხლო პროცესებთან. იქნება ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ვიქნებით დამოუკიდებლები და ვიქნებით სახელმწიფო. აი ეს არის ჩვენი პოზიცია, ეს არის ჩვენი ყველა თანაწამყვანის პოზიცია და ამას გადაცემის დაწყების დღიდან ნამდვილად ყოველდღიურად ფაქტობრივად ამას ვაცხადებთ. მაგრამ ხედავთ რა, მაგალითად დღეს გამოქვეყნდა ესეთი მონაცემები, რომ ჩვენი დადგმული სიმძლავრეები არის 10 მილიარდ კილოვატ-საათი და ჭირდება უკვე 13 მილიარდ კილოვატ-საათი. ეს ნიშნავს, რომ 3 მილიარდ კილოვატ-საათს ჩვენ ვყიდულობთ. ეს ნიშნავს იმას, რომ აი როდესაც კითხვას ვსვამე რა, რატომ არის ლარი გაუფასურებული, პირდაპირ შემიძლია პასუხი გავცვა, იმიტომ რომ 100 მილიონ დოლარს ჩვენ ფაქტობრივად ჰაერში, წყალში, ენერგეტიკაში, დენში ვყრით. აი ამიტომ არის ლარი გაუფასურებული. როდესაც კითხვა ისმება, რომ გვინდა თუ არა ჰესები, მაშინ უნდა ასე უნდა უპასუხოთ ჩემის აზრით ამ კითხვას, რომ გვინდა თუ არა ლარის გაუფასურება. აი ეს არის პასუხი. თუ მოსახლეობა იტყვის, რომ ჩვენ კი ბატონო მზათა ვართ, რომ გაუფასურდეს, იყოს საშინელი ინფლაცია, მზათა ვართ, რომ დღეს რომ რაღაცაში ლარს ვიხდიდით, ხვალ 3 ლარი გავით, მაშინ არც ერთი ჰესი აღარ უნდა აშენდეს. პირველ რიგში მინდა თქვენ მოგილოცოთ, რომ ის რაც ჩვენ ყველამ ამ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მომხრეებმა ერთად გადავიტანეთ ის ძიმე მომენტი, რასაც ერქვა გვირაბთან არსებული პრობლემები შუახევში, ეს იყო 2017 წელს. აი პირველი პირიდან, როგორც წარმომადგენელი ამ კომპანიის, თუ შეიძლება რომ საქართველოს მოსახლეობას დაინტერესებულ პირებს უთხრათ რა მოხდა მაინც შუახევში და რატომ არ არის ჯერ თქვა ბოლომდე ექსპლუატაციაში გასული. კი ბატონო, შუახევში მოხდა როგორ რაღაცა იცით, ნახეთ, ყველა მშენებლობას, აბსოლუტურად ყველას ახლავს თავიანთი რისკები. განსაკუთრებით ეს რისკები იზრდება, როდესაც არის გვირაბთან სამუშაო და მიწისქვეშა სამუშაოებზე. აქ მოხდა უბრალოდ აი ის 1% გეოლოგიის, რომელსაც არ ველოდით, მაგრამ ყოველთვის არის დასაშვები, რომ ეს რაღაც ალბათობა პრობლემატური საკითხის შეიქმნება, ზუსტად ეს საკითხი მოხდა ჩვენთან. იმიტომ რომ ამ ჩამოშლის შედეგად, ნახეთ როგორ არის 37 კილომეტრი გვირაბში 300 მეტრი დაზიანდა გვირაბის. ანუ სადღაც 1%-ზე ნაკლები არის, სხვადასხვა ადგილებში მოხდა ეს ყველაფერი, დიახ. 1%-ზე ნაკლები მოხდა დაზიანება. შემდგომში ჩვენ ეს ჰესი გავაჩერეთ. ავიღეთ 1000-ზე მეტი ნიმუში, რაც ნუ მართლა უპრეცედენტო რაოდენობით ნიმუშები იყო, დავხარჯეთ ძალიან დიდი დრო და ძალიან დიდი თანხები, იმაში რომ გამოგვეკლია რა მოხდა, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს იყო ყველაზე დიდი ზარალი მიადგა ამითი კომპანია თვითონ, იმიტომ რომ 2 წლის წინ უნდა გავშობილიყავით ოპერირებაში, ეს 2 წელი დავკარგეთ. თან კიდე დამატებითი ინვესტიცია 100 მილიონამდე ინვესტიცია დავხჭირდა კიდე დამატებით, რომ ეს ყველაფერი შეგვესწავლა და გამოგვეკლია. როდესაც გავაგზავნეთ ეს ნიმუშები ბრიტანეთის ლაბორატორიაში, ბრაზილიელი ექსპერტები იყვნენ ჩართულები, 3D კომპანია იყო ჩართული ამაში, იქიდანაც საკმაოდ
50% პასუხობრივი, იმიტომ რომ გაუკვირდათ ისეთი თავსებადობა იყო გეოლოგიური ქანების ერთმანეთთან და ისეთი ნაკრები იყო, რომ უჩვეულო ჩამოშლა ეწოდა, ხო, რაღაც უჩვეულო პრობლემა. ძალიან უჩვეულო თემა იყო და თვითონაც გაუკვირდათ რამოდენიმე ნიმუშის, რამოდენიმე ადგილზე ხელახლა აღება მოგვიწია, იმიტომ რომ ლაბორატორიამ დაგვიწვნა, რომ ეს ნიმუში დაზიანებულიაო, ხელახლა მოგვიწია აღება და გადაგზავნა, რომ არა, რეალურად მართლა ესეთი სიტუაცია გვაქვს აქ. ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომლისგანაც დაზღვეული არავინ არ არის. საბოლოოდ როგორ მოახერხეთ გამოსულიყავით ფიზიკური და ეკონომიკური შოკისგან, რა ძირითადი ღონისძიებები გაატარეთ სიმტომის. გარდა იმისა, რომ ჩვენ მოგვაყენეთ შოკი. თქვენთვის ახლა წარმომიდგენია, ალბათ დაახლოებით თუ არ ვწდები $100 მილიონზე მეტი დაგჭირდა. სადღაც 120 მილიონი, $100 მილიონ მეტი იქნა ინვესტიცია დამატებული. ხელახალი ინვესტიცია. თავდაპირველი ღირებულება პროექტის იყო $510 მილიონი, რაც იყო საკუთარი დიდი ინვესტიცია, პირდაპირ ინვესტიცია ქვეყანაში, ხოლო შემდეგ ამის რეაბილიტაციას და შესწავლას დაჭირდა ძალიან, ანუ როგორც წეგან აქვს შესწავლას დაუთმეთ ძალიან დიდი დრო, წელიწადზე მეტი ვსწავლობდით რეალურ მიზეზებს, რა მოხდა და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გამოსწორდეს, იმისთვის რომ კიდევ ყველაფერი გამოგვერიცხა, ყველანაირი გართულება გამოგვერიცხა. დაიხარჯა $120 მილიონზე მეტი, შემუშავდა ხელახალი პროექტი ამის გამაგრების და აქ უკვე საერთაშორისო ექსპერტები ყავდა ჩართული ყველა დონის, ვინც კი შეიძლება და ყოფილიყო და ვისაც კი სერიოზული სიტყვა ეთქოდა გვირაბშენებლობაში და აქაც წავედით იმაზე, რომ როგორ ვთქვათ, სადაც კი იყო გამაგრება E-კლასის გამაგრება, F-კლასის გამაგრება გასაკეთებელი, გავაკეთეთ F+ კლასის. ანუ ეს ისეთ ენაზე რო თქვა, ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, ანუ კიდევ უფრო იმაზე ძლიერად გავაკეთეთ, ვიდრე პროექტმა გითხრა, რომ გასაკეთებელია. თავი სლოგანი არის ესეთი, რომ უსაფრთხოება, უსაფრთხოება, უსაფრთხოება. აი ამ უსაფრთხოების თემებზე რა, იმიტომ რომ თქვა, რამდენად დაზღვეულები ვართ და რამდენად დაზღვეულია იქაურობა იმისგან რომ რაღაცა ასეთივე ტიპის პრობლემა ეხა ვიცი რომ თვითონ გვირაბში მოხდა ხო გაჩერება და არსად არ წამოსულა ეს წყალი და ანუ არანაირი ზიანი არც ბუნებას არაფერს არ მაგრამ საბოლოო ჯამში აი დღევანდელი გადმოსახედიდან გავიგეთ რომ გაუმკლავდით ხო ამ სტრესებს, შოკებს და ასე შემდეგ. დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად გარანტირებულად და თამამად შეგიძლიათ გიორგი თქვათ რომ ეს გვირაბი იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო. როგორ არის თვითონ ხა 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერ იძლევა სამწუხაროდ ვერაფრისას, მაგრამ აი როგორ არის თუ კი რაიმეს გაკეთება შეიძლება და იგივე თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა, ახალი ტექნოლოგიები თავის გადაზღვევით, აი ყველაფნაირი ტექნოლოგია გამოვიყენეთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს გვირაბი იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო და ოპერირების ხანგრძლივობა გაუზარდეთ საკმაოდ დიდი იმით, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან თავის გადაზღვევით აქვს გაკეთებული ყველა მონაკვეთი. არა მარტო ის მონაკვეთებზეა თან აქ საუბარი, არა მარტო იმ 300 მეტრზეა საუბარი, რომელიც დაზიანდა, არამედ მთლიანად 27 კილომეტრზეა საუბარი, მთელი 27 კილომეტრის რეაბილიტაცია იყო და დამატებითი გამაგრებითი ღონისძიებები გავაკეთეთ. მე გეტყვით, რომ აი ხა მე გაგიკვირდება და ენგურჰესი რომ დაიცალა, მაშინ ჩავედი ფაქტობრივად აფხაზეთამდე გვირაბით. ეს 15 კილომეტრიანი გვირაბები, ანუ 37 კილომეტრი ალბათ ესეთი საინჟინრო ნაგებობა საქართველოში არ არსებობს, ხო? საქართველოში ეს არ არსებობს. კი ბატონო, გეთანხმებით. 37 კილომეტრი არის გვირაბი. 3 გვირაბისგან შედგება. დიახ. ორი გვირაბი არის 14 დიამეტრის, არის ჩურუქიდან სხალთამდე. ერთი გვირაბი 7 კილომეტრიანი, მეორე არის სხალთიდან დიდაჭარამდე და დიდაჭარიდან უკვე თვითონ ჰესამდე. ჯამში სამივე არის 37 კილომეტრის სიგრძის. და რამდენად უკვე უზრუნველყოფა, თქვა, ვიცი რომ უკვე ფაქტობრივად ბოლოსკენ მიდიხართ. გვირაბის რეაბილიტაცია დასრულებულია. დაახლოებით დეკემბერში თუ დაგპატიჟებთ ნიკა და მე აუცილებლად გისურვებთ გახსნაზე, უკვე ნამდვილ გახსნაზე. რამდენად უზრუნველყოფილია, თქვა, დენის გამოტანა, თქვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა თუ უზრუნველყო, რომ უკვე არსებობს სადენები, ანძები, გამტარი ხაზები და ასე შემდეგ. კი ბატონო, ერთი ხაზი 220 კილოვატიანი ხაზი აშენებულია და ფუნქციონირებს, მზად არის ექსპლუატაციაში შესვლისთვის, მეორე 35 კილოვატიანი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს და გაზაფხულისთვის, როცა ჩვენ შევალთ უკვე სიმძრალვეზე, ისიც მზად იქნება. ჩვენ ეს ხალთის სიმიდა, ხო? დიახ. ეხლა ჩვენ რასაც იმაშობთ გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები დამთავრებულია სრულად. ეხლა მიდის უკვე დასრულება ამ ყველაფრის, რომ ხალხი გამოიყვანოს გვირაბები ჩავკეტოთ. ნოემბრის ბოლოსთვის გეგმავთ უკვე რომ დავიწყოთ კაშხლების შევსება ეტაპობრივად, რა თქმა უნდა. პირველი ამ წლის ბოლოსთვის უნდა გაეშვას სხალთის მცირე სადგური, რომელიც არის 9 მეგავატიანი, სატესტო რეჟიმში უშვებთ მას. ხოლო თვითონ ძირითადი შუახევი ჰესის ტესტირება დაიწყება გაზაფხულზე.
დაახლოებით 50%-იან სიმძლავრეზე გავალთ მაგ დროისთვის და საბოლოო სიმძლავრეზე 186 კილოვატ-მეგავატზე გასვლას ვაპირებთ უკვე შემოდგომაზე, იქნება სრული სიმძლავრე. საკმაოდ მასშტაბური პროექტია. რა სარგებელი მიიღო რეგიონმა ამ ეტაპზე და მთლიანად ქვეყანამ გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას და რამდენი ადამიანი დასაქმებული ასევე ექსპლუატაციაში ოპერირების დაწყების შემდეგ რამდენი ადამიანი დასაქმდა? და მეც დავამატებ აი იმ 3 მილიარდ კილოვატ-საათის დეფიციტში რამდენით გაუმჯობესებს შუახევაში 450 მილიონით გაუმჯობესებს წლის განმავლობაში შუახევაში. კი, როგორც აღნიშნე, ბოლო 50 წლის განმავლობაში საქართველოში ესეთი მასშტაბურად დიდი სიმძლავრე შემდეგ ამბობ, ხო? ამ მომენტში ენგურგესის შემდეგ არის ყველაზე დიდი სიმძლავრე, რომელიც ფუნქციონირებს. უკვე ფუნქციონირებაში ამ წლის ბოლოს უკვე დავიწყეთ ფუნქციონირებას. რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს ქვეყნისთვის და ზოგადად ადგილობრივი რეგიონისთვის, ეს იყო 510 მილიონის პირდაპირ 10 მილიონი დოლარის პირდაპირ ინვესტიცია მოხდა საქართველოში ამის მშენებლობის დროს. ბოლო 2 წლის განმავლობაში მოხდა დამატებით დაახლოებით 120 მილიონის შემოზიდვა ქვეყანაში, ასევე რეგიონისთვის რაც იყო მშენებლობის პერიოდში მარტო 34 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში გადასახადების სახით. ამასთან ერთად ჩვენმა კომპანია აწარმოებს საკმაოდ დიდ სოციალურ პროექტებს, სოციალურ და ადგილობრივ პროექტებს, 8 მილიონზე მეტი დაიხარჯა ადგილზე სოციალურ პროექტებში. ასევე დასაქმებულებს რაც შეეხება მშენებლობის პროცესში იყო დაახლოებით 1500 კაცამდე დასაქმებული, აქედან 900 იყო ქართველი და უმეტესად ადგილობრივი მცხოვრებები და რაც შეეხება ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც 90%-იანი დასაქმება იქნება ქართული ადგილობრივი კადრებით. იქ ვინ ცხოვრობს? მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადგილზე მოვიპოვოთ კადრები, არის ისეთი ისინიც, რომ რამოდენიმე ყავს აყვანი, რომელსაც ვზრდით კადრებს, რომ შემდგომში გამოვიყენოთ. და გვიწევს ასევე რა თქმა უნდა სხვა ქალაქებიდანაც სპეციალისტებს მოწვევა. როდესაც რეგიონის და ზოგადად გარკვეულ სარგებელზე ვლაპარაკობთ, ქვეყნის გასაგებია ერთი ელექტროენერგიის მიმართულება. მეორე თემა არის დასაქმება. მესამე საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ გადასახადები. მე როგორც ვიცი, ხა ერთის ხრივ შეიძლება ინვესტორისთვის ცუდია, რომ ბევრი ფული დაუჯდა, მაგრამ მეორე ხრივ ადგილობრივი ბიუჯეტები მიიღებენ ქონების გადასახადის სახით, ხო, შემოსავლებს. რამდენი იქნება დაახლოებით, თქვათ, და რამდენი გაქვთ უკვე გადახდილი და რამდენი გადასახადზე ზუსტად ამ წუთას ვერ გეტყვით, თუ გინდათ მე მოგაწყვით მაგ ინფორმაციას. გადახდილი რაც არის 34 მილიონი, თითქმის 35 მილიონი ლარია გადახდილი ამ მშენებლობის პერიოდში უკვე გადასახადების სახით. ეს არის როგორც დამატებით ღირებულების გადასახადი, ასევე ქონების გადასახადი. კიდევ ვახორციელებდით როგორც გითხარით ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს არის გზების მოწესრიგება, ბაღების მშენებლობა, სკოლების აღდგენა, ბიბლიოთეკების მშენებლობა. მე სხვადასხვა ადგილობრივი გარკვევებოდით, რომ დაიწყო ეს ისა, ერთ-ერთი ყველაზე სოციალურად აქტიური ჰიდროელექტროსადგური იყო და ნუ ეს იქიდან გამომდინარე რა დამფუძნებლები და როგორი ევროპული კომპანია იყო, ეგრევე ჩანდა პირველი რიგის ამოცანა იყო, რომ იქაური საზოგადოება, იქაურ თემებთან ძალიან კარგი ურთიერთობა და როგორც ვიცი, ერთ-ერთი გამორჩეული ჰესია იმ თვალსაზრისით, რომ შიდა საზოგადოებას და ეგრეთ წოდებულ თემებთან არანაირი კონფლიქტური სიტუაციები ესეთი აქტიურად არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე არ მოუღწევია. დიდი სამუშაოებია გაწეული რა და ჩვენი სოციალურმა ჯგუფმა ძალიან დიდი სამუშაოები გაწია და დღემდე ძალიან ისე აქტიურად არიან ჩართულები ყველა პროცესში და ურთიერთობა გვაქვს ყველა მოსახლეობასთან. გიორგი, გავიცანით თქვენ ძალიან საინტერესო რაღაც აი გარემოს დაცვის ჭყალებში გარემოს დამცველები რო არიან და ისინი რო ამბობენ რომ ჰესები რაღაც ანადგურებს პირობებს. წავკითხე თქვენი რელიზი, სადაც გარკვეული პირიქით გარემოს დაცვითი მიმართულებით რა ეფექტს მოიტანს ეს? ერთი არის ფინანსური, მატერიალური, რეგიონისთვის, ქვეყნისთვის, ელექტროენერგიისთვის და ასე შემდეგ. და შემდეგი საკითხი არის ერთ-ერთი გარემოს დაცვისთვის და რამდენად სწორად ამოვიკითხე, ანუ მთელი მსოფლიო გადასულია, რომ ეს საემისიო გაზები როა, ხო? CO2 და ასე შემდეგ, როგორმე შეამციროს. წავიკითხე, რომ წელიწადში თქვენი ჰიდროელექტროსადგური 200,000 ტონა CO2-ს შთანქავს. სწორია, სასათბურე გაზებს. კი ბატონო. ჩვენს მიერ გამომშვებული ეს
ელექტროენერგია ჩაანაცვლებს აი ამ სასათბურე გაზების გამომუშავებას 200,000 ტონას. ეს ძალიან სერიოზული შედეგია, ძალიან სერიოზული შედეგია და აი ეს, როდესაც გარემოს დაცვაზე ვლაპარაკობთ, ერთი არის ნარჩენები, მეორე არის დანაგვიანება და მესამე საკითხი არის, რამდენად შეგიძლია ჩაანაცვლო ეს სასათბურო გაზები. ანუ ჰესი ეს არ არის მარტო რაღაცა ინფრასტრუქტურული ნაგებობა, ხო? როგორც აღმოჩნდა, ანუ ჩამნაცვლებელია. მან დრო ყოფილიყო თქვათ ეხლა სიტყვაზე ნავთობის ერთის ხრეს ბევრს გაუხარდებოდა, მაგრამ ნავთობის მოპოვება ალბათ მილიარდჯერ უფრო მეტი დაბინძურება იქნებოდა, ეს პირიქით კი არა ბინძურებს, შთანთქავს ამ საემისიო, ანუ ცვლის ამ საემისიო გაზებს. რა თქმა უნდა, ჰიდროენერგია არის სოფლიოში განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდი და დღემდე უალტერნატივო წყარო. იმიტომ რომ არის შემოსული კი ბატონო მუშავდება ეხლა მზის ენერგია და ქარის ენერგიაზე მუშაობენ. ძირთადად ამ პროექტებზე გადასულია ეს ქვეყნები, რომელსაც თავისი ჰიდრორესურსები ამოწურია აბსოლუტურად. მაგალითად, ჰოლანდია მაგის მაგალითი 97%-ს იყენებს თავისი ჰიდრორესურსებს, როცა ჩვენ ვიყენებთ 3-დან ყველაზე კარგათვლებში 4% ჰიდრორესურსების და ამის არ გამოყენება არის დანაშაული. სად წაიღებთ ამ გამომუშავებულ ელექტროენერგიას? ბევრი ჰესების მოწინააღმდეგე ამბობენ, რად გვინდა ეს უნდა გავიდეს, ისეთ იქოს ჰაერში გადის ხოლმე, რომ გადის იქიდან ფული შემოდის და ლარის სტაბილურობა და ეკონომიკის საფუძველი არის, მეგობრებო, აქედან გასული ექსპორტზე რაღაცა საკითხი, იმიტომ რომ იქიდან შემოდის დოლარი, ევრო და ასე შემდეგ და სად მიგაქვთ თქვენ? თქვენ ხო არ აპირებთ სადღაც იქითკენ გატანას? არა, ჩვენ ამ შემთხვევაში არა, გატანას არ არის არანაირი პრობლემა, როგორც თქვენ მზანეთ, იმიტომ რომ მართლა ეს ელექტროენერგია პროდუქტი, შიდა წარმოების პროდუქტია, რომელსაც ყიდი. და შესაბამისად ეკონომიკაზე ძალიან დადებითად მოქმედებს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში სრულად ვიქნებით ჩართული ქართულ ენერგოსისტემაში. მთლიანად დატოვებთ აქ? ამ პერიოდისთვის ესტიმების არის, რომ ეს მოლაპარაკებები გვაქვს, რომ მთლიანად დავტოვებთ. ეს როგორ არის, ჩვენც ჩვენ თავზე არ ვართ დამოკიდებული, საქართველოს მარეგულირებელი, როგორც გვეუბნება ხოლმე, იმის მიხედვით ის არეგულირებს ელექტროენერგიის მიწოდებას. ანუ დეფიციტ შეგვიმცირებთ რა. ძალიან ძალიან დიდი სეზონის ყველა დროს და ძალიან დიდად შევამცირებთ ამ ყველაფერს. მსგავსი 5 ჰესი გვჭირდება კიდევ რომ დეფიციტი სრულად ჩვენ გვჭირდება ნენსკრა, როგორც იმ დროს თქვით, ხუდონი, ხო, კვარი ჰესი, ნამახვანი და კიდე ერთი დაასახელი და მე მგონი დავასრულებთ კიდევაც გადაცემას. არ ყველა კაი ჰესი ჩამოთვალეთ, მაგრამ რა ერთით კიდე ერთი ის არის, რომ რაც პატარა ჰესების მიმართულებები მუშავდება კიდე ძალიან აქტიურად, რომელიც ძალიან შეღავათს გაუწევს დიდ ელექტროენერგიას. შეიძლება ცალკე აღებულმა ბევრი ვარფერი გამოუშავს, ანუ ისე ციფრად არ ჟღერდეს, მაგრამ რამოდენიმე ცალკე აკეთებულ, თან გარემოზე მინიმალური ეფექტი აქვს, საკმაოდ ეფექტურად და ჩავთვლით. და უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ჰიდრორესურსები კიდე ერთხელ გამომეორდები. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა. ასეთი იყო ბიზნეს პარტნიორი დღეს, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 18 საათსა და 30 წუთზე, მანამდე კი ახალ დღეში დილის ბიზნეს პარტნიორით ჩემი კოლეგა სოფო მაკაცარია შემოგიერთდებათ. მადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.